მოდი დღეს ვილაპარაკოთ ადამიანთა ერთ ვიწრო ჯგუფზე, რომლებსაც წარსულში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ კინოინდუსტრიაზე და შეეძლოთ ბევრი ფილმის და რეჟისორის კარიერის როგორც დანგრევა, ისე აშენება. ესენი არიან კრიტიკოსები. კინოკრიტიკოსებს ბევრ ზუსტ და სწორ შეფასებასთან ერთად უამრავი არასწორი და უკურვებელი შეფასება გაუკეთებიათ, რომლებსაც დღევანდელი პერსპექტივიდან რომ ვუყუროთ, შეგვიძლია გაგვეცინოს, რადგან დროთა განმავლობაში ფილმმა, რომელმაც თავის დროზე დიდი კრიტიკა განიცადა, კრიტიკოსებისა და აუდიტორიის მხრიდანაც წლების შემდეგ შესაძლოა მისი ისეთი გადაფასება მოხდეს, რომ დღეს ის კლასიკად აღიარებული და კონგრესის ბიბლიოთეკაშიც შეტანილი იყოს. მოდი რამდენიმე ასეთი ფილმი გავიხსენოთ. ნათება. სტენლი კუბრიქს კინოკრიტიკოსები არასოდეს უყურებდნენ სიმპათიით. მისი გამორჩეული და განსხვავებული სტილი ბევრს გაუგებრად და მოსაბეზრებლად მიაჩნდა, არა მარტო ნათებაზე, არამედ მისი სხვა ფილმებიც. რაც შეეხება ნათებას, ჟურნალი Variety შემდეგს წერს ფილმზე. კუბრიკმა გამოიყენა ზედმეტად ანიმაციური ჯეკ ნიკოლსონი, რათა გაენადგურებინა ყველაფერი, რაც მართლა შიშის მომგვრელი იყო კინგის ბესტსელერში. ასევე კინოკრიტიკოსმა როჯერ იბერტმა აღნიშნა, რომ ფილმის ვერცერთ პერსონაჟთან ვერ შეგეძლო ადამიანური კავშირის დამყარება. საინტერესოა ნეტავ რატომ ვერ შეგვიძლია პერსონაჟებთან ადამიანური კავშირის დამყარება? იქნებ მთავარი პერსონაჟი ფსიქოპატია და მთლიანი სამყარო არარეალისტური და მაშად ადამიანებიც არ გვარან ნამდვილს. ყველა დიდი გამომცემლობა, Los Angeles Times-ი, Washington Post-ი, ყველა კრიტიკულად იყო განწყობილი. იმ ფილმის მიმართ, რომელიც დღესდღეობით აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ჰორორ ფილმი. კუბრიკის სტილი, ფილმის ნელი ტემპი, მსახიობების პერფორმანსები, რომლებიც კრიტიკის ქვეშ იყო, ისეთ საშინელ გარემოს ქმნის, რომელსაც წამითაც ვერ მოწყდები და შემდეგ ფსიქოლოგიური ტრამვასავით გონებაში სამუდამოდ დაგრჩება. ნათება საკულტო და უნიკალური ჰორორ ფილმია. სწორედ კუბრიკის სტილისა და მიდგომის უნიკალურობის დამსახურებაა, რომ ფილმმა დროს გაუძლო, რაც ჰორორ ფილმების შემთხვევაში იშვიათია. Stop. მებრძოლთა კლუბი. კი, ამ დღეს უკვე საკულტო ფილმსაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა თავის დროზე. დევიდ ფინჩერის მიერ ნაჩვენები ნიჰილისტური და ძალადობით სავსე სამყარო კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა მიიჩნია, რომ მაგალითად, ჩხუბის მსგავსი სცენების მიზანი იყო ძალადობის გაიდეალიზება და მსგავსი საქციელების გამართლება. ზოგიერთი კრიტიკოსი წერდა კიდეც, რომ მსგავს ფილმებს შეუძლია ახალგაზრდებში ძალადობის სურვილი გამოიწვიოს. ასეთი შეფასება ხშირია, როცა ფილმის შინაარსსა და მთავარ სათქმელს ვერ იგებენ ადამიანები. მსგავსი სიტუაცია იყო ამერიკელი ფსიქოპატის შემთხვევაშიც. კრიტიკოსები და ხალხის რაღაც ნაწილიც ვერ ხვდებოდნენ ამ ძალადობის კონტექსტს და საერთოდ რომ ფილმი რეალურად სატირაა. სატირა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს კაცი. კარგი რა, რომელ ადამიანს მოუნდა ედ ნორტონივით მაგალითად საკუთარი თავის ცემა და დასისხლიანება. ან ჯგუფების შექმნა, სადაც ჩხუბით გაირჩეოდა ყველა საქმე და პრობლემა მათ ცხოვრებაში. თუმცა საინტერესოა, რომ დღეს არის ახალგაზრდების ნაწილი, რომელთათვისაც ტაილერ დერდენისა და პატრიკ ბეიტმენის მსგავსი პერსონაჟები მათი ბრჭყალებში გმირები არიან. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. რამდენი მიმიც არ უნდა გაკეთდეს ამ ფილმზე, ან რამდენიც არ უნდა ვიღადაო TikTok-ზე. ის არის მშვენიერი ფილმი, რომელიც ნათლად ხატავს კაპიტალისტურ სამყაროს, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცები ცდილობენ თავიანთი თავის და თავიანთი კაცობის პოვნას. დანის წვერზე მორბენალი. რიდლი სკოტის ამ კლასიკურ დისტოპიურ ფილმსაც გამოსვლისთანავე უარყოფითი რევიუები აჯახეს. Los Angeles Times-ის შილა ბენსონი ფილმს დანის წვერზე ბობღავს უწოდებს.
ფილმის ნელი ტემპის გამო. კრიტიკოსმა პატ ბერმანმა კი მას სამეცნიერო ფანტასტიკის პორნოგრაფია უწოდა. ასევე ფილმი ეგრეთ წოდებული box office ბომბი იყო. ანუ ბიუჯეტზე მეტი კი მიიღო, მაგრამ არასაკმარისი რომ ფილმის სრული ხარჯები დაეფარა. დღევანდელი პერსპექტივიდან ეს სასაცილოა, რადგან დანის წვერზე მორბენალი და მე ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელიც არ გიждდება სამეცნიერო ფანტასტიკაზე, რომ დანის წვერზე მორბენალი არის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე გავლენიანი ფილმი. თავის ჟანრში უდიდესი გავლენა ჰქონდა ისეთ რეჟისორებზე, როგორებიც არიან ნოლანი, ვილენუ, გილიერმო დელ ტორო და ასე შემდეგ. თლიანი ჟანრის ის ფილმია, რომლისგანაც ყველა სხვა დისტოპიური და კიბერპანკ ფილმი სესხულობს. ფილმების გარდა მისი გავლენა ჩანს ვიდეო თამაშებზე, ანიმეზე და ზოგადად ყველაფერ კიბერპანკზე და ფუტურისტულზე. დანის წვერზე მორბენალი ჩემი საყვარელი სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმია, რადგან ის სხვადასხვა ჟანრებს აერთიანებს, მათ შორის ნეონუარსაც და სამეცნიერო ფანტასტიკასაც და დისტოპიასაც. და ზოგადად ბნელი ფილმია, რომელიც სავსეა ფილოსოფიური და რელიგიური თემატიკითაც, რომლის ანალიზს ახლა არ დავიწყებ, რადგან მაგდენში მართლა ვერ ვერკვევი. რაღაც ან როგორც ინგლისურად არის The Thing კიდევ ერთი ჰორორ ფილმია ამ სიაში, ამჯერად ჯონ კარპენტერის, ალბათ ამ ჟანრის საუკეთესო რეჟისორისა. საინტერესო რომ ამ ვიდეოში განხილული ფილმებიდან იგი ყველაზე მაგრად გაანადგურეს კრიტიკოსებმა. უწოდეს მას 80-იანი წლების კვინტესენსური დებილური ფილმი და სიუჟეტი მოსაბეზრებლად მიიჩნიეს. თვითონ რეჟისორი ასე იხსენებს ამ დროს. ყოველ მარცხს ძლიერად განვიცდი, ყველაზე მეტად რაღაცის მარცხი განვიცადე. ჩემი კარიერა შესაძლოა სხვანაირად განვითარებულიყო, დიდი წარმატება რომ ყოფილიყო ეს ფილმი. ფილმი ყველას ეზიზღებოდა, სამეცნიერო ფანტასტიკის ფანებსაც კი. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ხომ არ შეეშალათ. სხვა ფილმის რევიუები ხომ არ დაურთეს ამ ფილმის განხილვისას, რადგან ამ ფილმის ყურების შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება როგორ უნდა დაგჭეს, ჩემამდე არ დადის. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გიჟური, კლაუსტროფობული, პარანოიდული ჰორორ ფილმია. ყურებისას იმდენად გითრევს და იმდენად ემოციურად ხარ ჩართული, რომ ფილმის დასრულების შემდეგ პირადად მე ოფლი მომდიოდა. თანაც ფილმში გამოყენებული სპეცეფექტები და ზოგადად ვიზუალი წინ უსწრებდა ყველაფერ იმას, რაც 80-იანების ჰორორში ხდებოდა. თვითონ ფილმის მონსტრის დიზაინიც საერთოდ უსიტყვოდ ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელია ჰორორ ფილმების ისტორიაში. სიგიჟეა რამდენად ვერ დააფასეს ფილმის თავის დროზე, მაგრამ საბედნიეროდ დღეს ყველას მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საკულტო ჰორორ ფილმი. მოკლედ სულ ეს იყო. ეს 4 ფილმი ავარჩიე, რადგან ესენი იყო ყველაზე პოპულარული და დიდი მაგალითები იმისა, თუ რამდენად შეცდნენ კრიტიკოსები ფილმების შეფასებაში. მაგრამ ამის გარდა კიდევ უამრავი მაგალითია. დაწერეთ კომენტარებში თუ იქნება საინტერესო და მსგავსი ტიპის მეორე ნაწილსაც გავაკეთებ. Წავედიება.